როგორც იქნა, ეს არის ჩემი პირველი ვლოგი და იმედია ხმა კარგად ისმის. ჯერჯერობით დავარქმევ სახელს თინანოს არხს და აუცილებლად უყურეთ. ჩემი პირველი ვლოგი იწყება ჩემი პირველ სამსახურთან ერთად. აქ დავიწყე მუშაობა ზუსტად 10 წლის წინ. ეს არის საბავშვო მაღაზია შიკბებე და უმეტესობა თქვენგანმა აქედან გამიცნო. დღეს მე მაცვია ბოხუას ბრენდის კორსეტი და ვინც არიცით, მინდა იცოდეთ, რომ დედაჩემი არის ბოხუა, ანუ მეც ბოხუა ვარ, ბუჩუაძეც ვარ და ბოხუაც. ხო და ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ბოხუებმა და მეგრელებმა მიყუროთ, რადგანაც დღეს ძალიან მაგარი სტუმარი მყავს შიკბებეში და თან მოვედით ჩემ მეგობარს საჩუქარი უნდა ვუყიდო. რადგან ჩემი ვლოგი არის, თავისუფლებას მივცემ შიკბებეზე 1-2 სიტყვა თქვა. ამ 10 წლის განმავლობაში, ვისთანაც გვითანამშრომლია, ყველაფერი მინდა იცოდეთ, რომ არის რეალურად მოსწოთ. არც ერთ ინფლუენსერისთვის ან ცნობილი ადამიანისთვის მე თვითონ შეთავაზება არ გამიკეთებია, რომ მობრძანდით ჩვენთან და რეკლამა გავაკეთოთ, მართლა რეალურად და ამიტომ თითოეულ მათგანს, ვისაც უყურებთ, რომ ჩვენთან სწორავენ, დებენ რეკომენდაციებს, იცოდეთ, რომ ყველაფერი არის გულწრფელი. ეხლა მყავს სტუმრად, ნახეთ, მეგრელებო, რატო გითხარით, გვიყურეთ მეთქი? ჩვენი სად არის იკუ? ჩარტყი. რომელი იკუ, თინანო? რომელი იკუ? მადი. ნახ. იკუს უნდა ვუყიდოთ ქარსითი, დედა. რატო მოხვედი ჩემთან? წავუღოთ ქარსითი. რატო მოხვედი ჩემთან? გეკითხებიან და შენ უპასუხე, იკუს უნდა წავუღოთ ქარსითი. ქარსითი უნდა წავუღოთ. და ქარსითი რაში გჭირდებათ? მე. რა წახვიდეთ ბაკურიანში. ხო, და რო უსაფრთხოდ ვიყოთ, დედა, ხო? და კარგია რომ დიდი პროცესი არ გვიწევს შერჩევის, იმიტომ რომ ყველა სტანდარტით გათვალისწინებული ქარსითი, რომელიც ნინას აქვს და რომელზეც გიჟდებით და რომელიც ახალივით გამოიყურება და რომელიც შემიძლია გაჩვენოთ სიტყვაზე თუ არ ვენდობით, ზუსტად ესეთი ქარსითი უნდა წავუღოთ იკუნასაც. მოკლედ ეს ხო ისმის იმედია ხმა. მოკლედ ჩვენი სტუმარი ნანუკა თვითონ მოსვლაზე თითო ბავშვით მოდის, ანუ ემატება ერთი ბავშვი და ეხა ამ მოსვლის მერე მოსვლაზე მესამესთვის ჯერ არ მოსვლართ. ნუ ასპოილერებ ხალხს, მოვალ ყველა სიახლეს წავიღებ და ყველაფერზე მესამეზე დაველაპარაკებ. მე-4-ზეც გელოდები, მე-5-ზეც გელოდები, მე-6-ზეც გელოდები. დიდი მადლობა. ამასობაში ერთი მეგრელი ვერ გამიჩინე. შენ თინანო ერთი მეორე მეგრელი ვერ გამიჩინე ამასობაში და შენთან წაგებული ვიქნები ყოველთვის, ამიტომ გადავიდეთ ქარსითზე. გადავიდეთ ქარსითზე. ეს არის მეგობრებო, მანქანის სავარძელი და ცოტა ხანში ახალ კოლექციას ველოდებით, მაგრამ ეს ყველას ჯობს და კარგი არჩევანია ნამდვილად. კი, ასაკითხა და სარავია, ძალიან დიდ წონამდე ბავშვებს გამოადგებათ ეს ქარსითი. მიყვარს, ოდესაც ჩემი გამოცდილებით ვყიდულობ რაღაცებს და ვურჩევ ჩვენს მომხმარებელს, გადასარევად ვხმარობთ ამ ქარსითს. არის უნიკალური, კარგად იწმინდება, კომფორტულია და იკუნასთვისაც ზუსტად ეს ქარსითი მინდა რომ რატო არ წამოიყვანეთ იკუნა დღეს? იკუნას ამ დროს წინავს. და ჩვენ როდის ველოდებით? ჩვენ ველოდებით მაისის ბოლოს. გადასარევი ჰოროსკოპით ვინ იქნება? ტყუპები. ტყუპები ჯერ გყავთ თუ არა? არა, ტყუპი არავინ ვარ. ნინა რომელია? ნინა არის ქალწული, იკუნა არის მშვილდოსანი, მემორიელი, მამა ვერძი და ახლა დაგვემატება ტყუპები. 1-9 კიდე დაგჭირდა და შეავსებ 12 დიდი მადლობა, ჰოროსკოპს. ჩემი ასაკეთყობა არ მეტყობა, ან თინანოს არ უნდა რომ დაიჯეროს, რომ ამაზე ვანებებ თავს თინანოს. კარგი ეს შევასწრებ მე-4-ზე წინ დამიდა სპოილერად. მე-4-ზე რომ მოხვალ ორსულად ამ ვიდეოს დავდივით. კაი, მე მგონი მეტი არ რომ აი გინდა. ეს ჩავარტყა თავში და შეიძლება პირდაპირ კადრში რომ გავაკეთო ეს ყველაფერი. რა ირთვება იმაშვევი. ეგეთები მინდოდა გეთქვა. ეგ ძალიან უხდება თაურობას, კი. ეგ შენს ბლოგში. ხო. ხო დედიკო, კი, მოვალ. რა გინდა დედა? ახლა დავემშვიდობები ჩემ მეგრელ მეგობრებს. ნახვამდის თქვი? ნახადის. მეგრელზე, იმიტომ ამახურებ ყურადღებას, რომ ბევრმა მიყუროს. ხელი? თინანო ნინა მეგრელი არ არის და კახაკაშია მოკლავს. ნახე ეს ლუკას მოხსენით. კარგად, თქვი? გეგეთ. ბობოქარი სტუმრები გავაცილე
და ეხლა გავნაგზოთ, გითხარით, რომ ჩემი მეგობრისთვის საწოლი უნდა შევარჩიოთ და სხვათა შორის მე და ციცი ვაპირებთ, რომ ნატას ვაჩუქოთ საწოლი და მე არჩევანი გავაკეთე აი ამ მოდელზე. ეს არის თან საწოლ მანეჟი. ძალიან მომწონს. ნატამ არ იცის ოღონდ და ეხლა რო წავალთ, იქ გავაკეთებთ ამის unboxing-ს და კიდე რაღაცებს მოგიყვებით. თუმცა აქ არის ესეთი საწოლი, რომელსაც აქ სათამაშოები და რაღაცნაირად ძალიან ლამაზი და ეს არის, მაგრამ პრაქტიკულობით ჯოი მირჩევნია, ჯოი ქვია. sempre conta ჯოი და აირი, მოკლედ ესე განსხვავდება და ახლა მე და ლუკა წავალთ ციცისთან. ციცი უნდა გაგაცნოთ, კორსეტი ხო აღნიშნე ბოხუას იმაცვია თქო. დედა ხო ბოხუა მყავს და ჩვენი ციცი კიდე არის ბოხუა. ხო და გაგაცნობთ ჩვენს ციცი ბოხუას, რომელიც არის ინტერიერის დიზაინერი. მოვედით ციცისთან. გამარჯობა, ჩვენი ციცი და თან ის რაც მიხარი არის, რომ ბეროც მუა. აი შენ ახლა მოგცემ მიკროფონს. მე მგონი ნატაც აქ არის ხო ჩვენთან ბერო მოდი. ჩუ სურპრიზი გვაქვს ნატასთვის. დამეხმარები შეტანაში? მოდი დაეხმარო. წავედით. ბიჭო. რა მოუტანე? ბაიას. წავედით, ახლა unboxing-ი გადავიღოთ, ხო ბერო? Unboxing-ი. ნახეთ რა საყვარელი დანახე ეს და ნახე მე იმაში შენს თორე. ხო, ძალიან საყვარელი. ეხა ის მესამეც. აქ. მიდი. ვინმე რა თქმა საწოლია და ეს არის საწოლი თან თავის სამგზავრო ჩანთა მოყვება. ვაუ! და შეიძლება რა? გოჭრა მომე. 1 2 3 ეს არის მატრასი. თან აქვს ხისი სარო კარგად გემრიელა დაიძინოს. ეს არის საწოლის კონსტრუქცია, რომელსაც ავაწყობთ. ამას უნდა ჩაწყვეტ შენი მეგობარი. აია. ხო, აია. ბებია ბიჭოლად საქმეშია. ეტლის აწყობაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. თუ არ გინახავთ ნატამ რომელი ეტლი აირჩია და შეარჩია. ულამაზესი და გადადით ჩემი ბლოგიდან მოგიწოდოთ გადახვიდეთ ნატას. Instagram-ი გამოიწეროთ და ნახოთ. აი ესენი. აჰა. და ამის მთავარი ფუნქცია და მთავარი სიკარგე ის არის, რომ მაგის გამო მომწონს. აი ასე შენ საწოლთან მიდგა. ეს ბოლომდე შეგვიძლია ჩამოვწიოთ. და ასე, კი. და თან სიმაღლეებიც შენ საწოლთან არეგულირა და მაგიტო შეგირჩიათ ეს საწოლი მე და ციცი. მოკეთ მეგობრებო, ეს არის ნატას საწოლი. ნატას საწოლი არის, ნატას ბოშის საწოლი არის და აი ესეთი ჩანთამოყვება სამგზავრო და შეგიძლია რომ აი სულ დადიხარ და ამიტომ ამაში ბებოსთანაც ხშირად მოვალ, ბიჭოლა ბებოსთანაც ხშირად მოვალ ჩვენი საწოლი. კი, ხო, თქვენივე საწოლით სადაც გინდა, როგორც გინდათ იქ წაიღო და ძალიან მარტივია. და ძალიან კომფორტული ჩანს და ერთი სული მაქვს, ბავშვი გვაკლია მარტო, აი ეტლი და საწოლი გვაქვს. ბერო, ნახე მე შენ მოგიტანე საჩუქრები. აი ეს არის სიპსიპი, გახსნი? გახსენი? კაი. და ძალიან, თელი ძალით. მიდი. კაია? როგორია? ნახე, მე მოეწონა. აგი. ჩვენ გვაქვს სიპსიპი, თან ვიტამინებს შეიცავს და რძეს, ნახე როგორ ვისწოთ. გვაქვს შოკოლადის, ახლა ვანილის, სინჯავს, ორცხობილა და მარწყვი. გემრიელია ხო? გემრიელია ხო? მიხარია. სხვათა შორის თბილისში ძალიან კარგია. ბავშვებს ისი რაში გემოაკ? აბერის გემოაკ. ორცხობილის. ახლა შოკოლადი. მეც მეგონა ნაყინის. მერე ვანილსაც მოგეწვდი. გიყვარს რძე ზოგადად? არ მიყვარს რძე და ძალიან მარტივია ამის ძალება და ნახე და არ უყვარს. ბერო მოიფიქრა კოქტეილი. ავალ მე ჩვენს დიასახლისთან, ციცისთან. ციცი მოდი დავიწყოთ ექსტერიერით. და იცი რა მაინტერესებს ეს დიზაინერი როცა ხარ ამ არქიტექტურის და რაღაცა ექსტერიერის ცალკე არსებობს
განხადა ინტერიერის ცალკე თუ? კი, საერთოდ არსებობს არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი და შემდეგ ინტერიერის დიზაინი. შენ რომელი ხარ? მე საერთოდ შევისწავლე კიდევაც ლანდშაფტის დიზაინი, მაგრამ პრაქტიკაში არ გამომიყენები. ასე თუ ისე მესმის. შენი ეზო? კი, ჩემი გაგაცებული გაგაცებული პრაქტიკა. უბრალოდ ეს მინიმალისტურია და არაფერი დიდად არ დამირგია. ეზოში თან ღია სივრცეს, ნახევრად ღია სივრცეს გარაჟი გაქვთ? კი. ეს ბურთები ძალიან მოწონს, მე როგორც ახლა ძალიან ის კი, საღამოსანათებს რაღაც ძალიან მაგიურად და ძალიან ლამაზი ეფექტი აქვს. კი და საკმაოდ დიდი სივრცეც ჩანს. ეს ისიც მომწონს თაღები. ხო, ეს თაღები ჩემი. მე რო გიფასებ. და კიდე მაქვს რამდენიმე კითხვა შენთან, როგორც ინტერიერის დიზაინერს. შევედით, მობძანდით ქალბატონო ციცი. კარგი. პირველი კითხვა, როგორც ინტერიერის დიზაინერს, მაქვს ის, რომ შენთვის რთული პროექტი არის პატარა სახლი და პატარა მოცულობა, სადაც უნდა მე მგონი ყველაფერი უნდა დაგეგმო ისიც თუ დიდი სახლი. რომელი უფრო რთულია თუ ორივეს თავისი სირთულეები? ორივეს თავისი სირთულეები აქვს, რა თქმა უნდა. ყოველთვის, იცით როგორ არის სირთულე არის თვითონ დამკვეთიდან გამომდინარე, თუ როგორი სურვილები აქვს, თუ სწორად გადმოსცემს მის სურვილებს, შეიძლება ისე სწორად ვერ გადმოსცეს და მე საერთოდ სხვა ძალიან შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგიტომ სირთულეები არის, როდესაც დამკვეთი ცოტათი არეულია აზრებში, თორე ორივე პატარაც და დიდიც ერთნაირად რთულად გასაკეთებელია, როდესაც კი ბატონო, ეხლა მაინტერესებს შენი საყვარელი პროექტი რომელი არის? ჩემი სახლი. შენი სახლი. რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე აღნიშნავდი ჩემს პირველ პროექტს საქართველოში, ეს იყო კლინიკა, რომელიც გავაკეთე ჩემი მეგობრის კლინიკა, არის სტუდენტი, ჩემი გაკეთებულია და უბრალოდ როგორც ჩემი შვილი ისე მიყვარს, იმიტომ რომ პირველი ქმნილება იყო საქართველოში და ძალიან ვაფასებ მაგ პროექტს. ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ახლა შენი სახლი უნდა დაგვათვალიერებინო. შენ მხოლოდ კითხვებს რაღაცების გარეშე, თან ამ დიზაინს რა დიზაინია, როგორია, რა ქვია, როკოკო, მოკოკო, მინიმალისტური ყველაფერი მოკლედ. შეხედეთ, აქ არ არის კონკრეტული სტილისტიკა. არქიტექტურასთან შერწყმაც არის. მაგრამ ამავდროულად სრულიად ნაზავია ყველაფრის, რაც შეიძლება და ამიღო პატარ-პატარა ნაწილები სხვადასხვა სტილისტიკიდან, რაც ჩემთვის საყვარელია, ასე რომ ვთქვათ, მთავარი სცენა და მთავარი გმირი აქ კიბე იყო. კიბის დაგეგმით დაიწყო, შემდეგ გადავიდა ეს ყველაფერი ერთმანეთში, ეს ჩემი პატარა გმირები, პატარები არ არიან, საკმაოდ ისეთები არიან, დავითი და ვენერა, საერთოდ მიყვარს ფრესკების გამოყენება ინტერიერში და სხვანაირ, ესე რომ ვთქვათ, ელფერ სცენს და ასევე მიყვარს სცენების დადგმა ინტერიერში, აი კადრში რო გაიხედავ და რაღაცას რო დაინახავ და უკვე დადგმული სცენა რო არის, ესეც ძალიან ალამაზებს და ძალიან ტიპიურს ხდის ინტერიერს. და არ არის მოსაწყენი უფრო ეს სცენა? არა და ყველა სცენას თავისი პატარ-პატარა ისინი უნდა ქონდეს ფერებიც, პალიტრაც და ასე შემდეგ. სხვათა შორის ეზოდან ვახსენე ისმის თაღები და როგორ გადმოდის ახლა ამ სურათებზეც. კი, ყველგან ნახავთ თაღებს, აი რო დაათვალიერებთ ეს. ხო, რაღაც ისინი არის. დაყვება, ძალიან ბევრი რაღაცა დაყვება ინტერიერს და სხვათა შორის ესეთი თვალი შეამჩნევს მარტო. ყველა ვერ ამჩნევს. აი მაგარი თვალი მაქვს. კარგი, ახლა რა მაინტერესებს მართლა? მე რომ მინდა რომ ჩემი რაღაცა დავგეგმო ბინა და ასე შემდეგ, ჩემი ინსპირაცია არის Pinterest-ი. არა, ვიცი რომ ზოგჯერ ბევრს უთქვამს რომ ჩემთვის ინსპირაცია არის 90-იანი ფილმები და ასე. ერთხელ მასო შენც მითხარი კორეულ ფილმს რომ აი ინტერიერს ვაკვირდებოდი. კი, საერთოდ ყველგან. შენთვის რა არის ინსპირაციის წყარო დიზაინში? ყველგან დეტალებს ვეძებ. აი ნებისმიერ რამეში, თუნდაც ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მეგობარს სათვალე ეკეთა და რაღაც სათვალის ფორმა მომეწონა და ეს იყო რაღაც ინსპირაცია სამზარეულოს იმების ბოქსების დადგმაზე. ანუ ძალიან ბევრი დეტალია, რაშიც შეიძლება იპოვო ინსპირაცია. აი, შენს ინტერიერზე გამახსენდა ჩემი სუნამო, ჩვენი დელფის. აუ, რა ლამაზია. მე როგორ გავს? და მინდა ხა ეს ვენერა თუ ეს მე მგონი მედუზა. არა? კი, მედუზა. ხო? მედუზა. სურნელი, ნახე. ეს არის ცოტა მოტკბო ვაღოთ.
დელფის ერთი სუნელი მაგ და ძალიან მიყვარს, ახლა ძალიან ხმარობ ეს, აი ძალიან. ეს ხდება შენ სიწერლებს. ძალიან. ახლა მივდივართ საათიცი. ზევით. შედასაქმეს. ეხლა მივდივართ ღამის სივრცეში, ან დაყოფილია ღამის და დღის სივრცე. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სახლში ეს აუცილებელია, რომ დღის და ღამის სივრცე იყოს დაყოფილი. ლუკა მეც მაქვს დაყოფილი დღის და ღამის სივრცე, ჩემს. ხო, საერთოდ კორიდორები კერძო სახლის განუყოფელი ნაწილია და არ მიყვარს აი ესეთი უაზრო კორიდორი. რაღაც რომ მიდის და აქ რაღაცა მიდიხარ და სადღაც კიდე მიდიხარ. და ეს იყო ჩემი მთავარი რაღაცა მიზანი, რომ ეს საინტერესო გამხდარიყო. კარებები ყველა მაღალია. და ეს დიდი პლინტუსები, რომელიც მე ძალიან მიყვარს მაღალი ჭერი და ეგრე კარები, ხო. ყველა ოთახს საძინებლებს აქვს თავისი სტილისტიკა. მინიჭებული ბავშვებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სამივე ჩემი შვილი განსხვავდება ხასიათისგან ერთმანეთისაგან. ეს არის ლიზის ოთახი. და ლიზის ოთახი იყო ესეთი შეკვეთა ლიზისგან, რომ ყოფილიყო ისა რა ქვია ყოფილიყო 70-იანი წლები. და ასე რომ ესეთი 70-იანი წლების ოთახი გამოვიდა კიდე ბოლომდე არ არის. ხო. ხო, დამთავრებული ბოლომდე არ არის, იმიტომ რომ ლიზიკო აქეთ არ ცხოვრობს, საფრანგეთში ცხოვრობს, სწავლობს კი. ეს არის ბერო. ბეროსზე ძალიან ბევრი ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა და როგორი ნათელია. ესეთი ნათელია, მაგრამ ამავდროულად მისი ხასიათივით ცირკი რო არის, ყველაფერი ერთად რო ამოდის ესე. ესაც შეიძინა. ცირკის. ის სად ხო, ყველას გაუჩნდება ეს შეკითხვა, აქსესუარებს ეს დიზაინერულ რაღაცებს სატყიდულობ. ხალიჩას აქსესუარები, ეხა აი ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის კიაბის და ყველა ოთახს აქვს თავისი გარდერობი და გარდერობში არის ესეთი თაღები. გიჟდები გარდერები შევიდეთ ბეროს გარდერობში. მოდი შევიდეთ. მე შევა. ზღათაშარი ვაიმე მიყვარს. სასაცილო გარდერობია ყველაფერი აქ შემოყალიბდა. აი აქ სათავაშოები და შენახეთ. კი და თავის დუხებით და საათებით და ძალიან ბეროს სუნამ. წავედით ერთი სული მაგ ციცის ოთახში შევიდე ხალხო. ეს არის მასტერ ბედრუმი. ეს არის ციცის მე აქ ვარ უკვე. აუ ეს ძალიან მომწონს და ეხლა წამოვიდა ხო იმაში. ბლოკი ძალიან მიყვარს, ანუ ეს არის ჩემი რამდენად პრაქტიკულია, ბევრი ვერ იმეშვება ხოლმე. აი გასაწმენდად გამოყენებაში იმაში. ძალიან პრაქტიკულია და ძალიან მოსახერხებელია, როდესაც არ გინდა რომ ბანალური ისინი კონდეს, რა ქვია, ტიხრები, ესე რომ. კი, ძალამაზია, ბოლო დროს ხშირად შევხვედრი ვარ. ხო, და რა დავინახე ხალხო? ჩემი დელფისა ეს გისტები. ეხა ეს ვაიმე და ჩემი საყვარელი შრატი. და SPF-ი. უხდება დიზაინს. ძალიან. აი შენი სუნამ, ჩემი სუნამაც ხომ მოუხდა ქვემოთ. აქაურობას ეს ხდებათ, ოქროს ფერებში. ძალიან. და განსაკუთრებით მიყვარს SPF-ის CC კრემი და კრემი. მზისგან დამცავი. კი. ეს შეიცავს 20 და ეს 50. კი, ნამდვილად და ძალიან ბუნებრივად ჩდება, თითქოს არ შევსათანიცა. აუცილებელია დაიცვა და ძალიან მიყვარს სუნამო, რა თქმა უნდა, სუნამოები არის ჩემი სისუსტე და ეს ახალი ის ქონია ზომაშენ. კი, ძალიან კარგია. ჩანთაში ჩააგდებ, წაიღებ, ყველგან აბსოლუტურად. ხედავთ მეგობრებო? და ძალიან ლამაზი შეფუთვა აქვს, უბრალოდ ძალიან. აი როგორც დიზაინერს მოსწონს. აუცით იცი რა მაინტერესებს? მოდი, ხო, თუნდაც აქ კი. ხო, გარდერობი. შეხედეთ? ვი გარდერობი. აქედან იხედებით არის მამაკაცის მხარე და აი აქედან უკვე რო გაიხედებით არის ქალის მხარე. ხო. და სულ სხვა ხედია აქედან. ნახე როგორი სადა და ის არის. და სულ არის სარკეები. შემოდით. ანუ შემოდიხარ სარკეების ოთახში. საერთოდ ამ სახლის ინსპირაცია ჩემთვის იყო საფრანგეთი და პარიზი. მიყვარს საფრანგეთი 16 წელი იქ რო ცხოვრობ, შეგიყვარდება. კი არა და ჩემი მეორე ქვეყანაა და მაგიტო აი
ყველაფერი, ყველა დეტალი არის ფრანგული სტილისტიკიდან აღებული, ბევრი რაღაცა ყოველ შემთხვევაში. კარგი. და აქეთ თაღები. ხო, ისე თაღები როა. მიდი აბა თქვი. ეს არის ფილა. ფილა გამოყენებული? კი. ფილა არის გამოყენებული, ეს არის ზეროს ფილა. ხო. და ულამაზესი და უკარგესი ფაქტურები აქვს ხვებით. ხო, ჩაობრუნე ის მაგალითად. ხო, ეს არის ფილა, ძალიან თხელი და ესეთი ლამაზი პანოები შეიძლება რომ ციციმ უნდა გააკეთოს მეგობრებო, ჩემი 40 კვადრატი, როცა მომცემენ ბინას. აუცილებლად. ჩემი ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს. ეხა კი არ ვეუბნები, მანამდე ციცოდა და 40 კვადრატში რა უნდა გახούμε? კარგი. ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი ოთახი, ვატოს ოთახი. წამოდი ეხა სამზარეულოში. ეხა მე მაინტერესებს სამზარეულოში თუ გაქვს მადონას სერვისი. არა, მადონასი არა, მაგრამ სელეტის რაღაცა ელემენტები მაქვს, რაც არის. ეს სელეტი ჟონიერია. მადონასი არ გვაქვს. არა, უშავს არ დაგიწუნებთ. ამის გამო ეხლა რა მაინტერესებს? უცხოფერი არის ძალიან და სამზარეულოსთან დაკავშირებით უფრო ზედაპირებზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს. რამდენად კარგი მოსავლელია და ასე შემდეგ შავ ზედაპირს არ აქებენ ხოლმე და სიცრუე არიან. იცით როგორ არის? ჩემ შემთხვევაში და საერთოდ მე სამზარეულოში მიყვარს გამოყენება კორეანი. კორეანი არის ხელოვნური ქვა, რომელიც ექვემდებარება ნებისმიერ, ესე რომ ვთქვათ, დამუშავებას და აი შეგვიძლია ანუ გადაბმების გარეშე შეგვიძლია ნებისმიერი ფორმა გამოუჭრათ. მაგიტომ ანუ ეს კონკრეტული კორეანი არ არის ესე რომ ვთქვათ, ადვილად დამაზიანებელი. მარტივად მოსავლელია პერიქით. ძალიან მარტივად მოსავლელია და ესეთი შავი პრიალა ზედაპირი აქ ანუ ხო? და შავი ზედაპირი ხო უფრო რთულად მოსავლელია. ეგ მაინც აი კორეანის შემთხვევაში გაჩნია ფილას. გაჩნია ფილას, გაჩნია ხარისხი, ძალიან ბევრი ხარისხია, ძალიან ბევრი ფილის ბრენდია, ასევე ძალიან ბევრი სახეობა ფილის, ამიტომ თვითონ ქვისაც. თუ არის ის რაღაცა რა ვინც ეხა აკეთებს. არ არის კარგი სამზარეულო. ხო. ლაქებს იწავს. ბუნებრივი ხო ყოველთვის ეგრეა. იწავს ყოველთვის ყველაფერს. აჰა, გაიგეთ, გასაგებია ხელოვნურებს მიაწექით. კარგი, ეხლა კიდე შემდეგი. ვინც ეხა აკეთებს სახში რემონტს და აკეთებს სამზარეულოს რემონტს, რა რჩევას მისცემდი? სამზარეულოს რემონტს? ზოგადი შრჩევა იქნება, რჩევა ერგონომიკა აუცილებელია, რომ ერგონომიკა ყველაფერში აუცილებელია, რომ ერგონომიკა გაითვალისწინოთ. სიმაღლეები დავიცვათ, საკუთარ თავზე მოვირგოთ, აუცილებელია, რომ აი ყველაზე მთავარი წყალი მაცივარი და ესე რომ ვთქვათ ზედაპირი და ასევე ქურა ქმნიდეს პატარა სამკუთხედს. ეს არის ყველაზე მთავარი სამზარეულოს დაგეგმაში. ციცი მეკითხება რომ აი ეს ჭიქა გასარეცხილი ხო არ გამოჩნდა. კაი, ინტერიერის დიზაინის გარდა ჩემი მეგობრებო, ჩემი ციცი ბოხუა დედაჩემის მოგვარე. ბოხუა მაცრია, მოგწონს? ვაიმე რა ლამაზია. ხამწერა რა კაი კურსებია. ხედავ რა ნიჭი გაქვთ ამ ბოხუას. ხა და ინტერიერის გარდა ისეთი ლამაზია და ლამაზესი იღებენ ხოლმე სხვადასხვა ბრენდები, მათ შორის დელფმა გადაიღო და მათ შორის კიდე ჩვენი მეგობარი ანუშკა, რომელიც საფრანგეთში ქმნის თავის აქსესუარებს. შენი მანახე სამაჯური რო გიკეთია. ეს ამჯერად მეც მაქვს სხვათა შორის და ბიზუ ქვია და ბიზუშიც გადაიღეს ციცი და ნახეთ რა ლამაზია. ციცი არის ხოჩოს არჩეულობრივი მოდელი, ძალიან კომფორტული. არა, ის სახელი ვინ მოუფიქრა? ხო, ბიზუც ციცის მოფიქრებულია. ნახე. ჩვენ ვიჭერთ თვითმფრინავში, მივფრინავდით პარიზში. ხო. როცა გაჩნდა საერთოდ ეს სამკაულის, ოქროს სამკაულების იდეა და ციცი თქვა რომ მოდიოს ახალს მე მოვიფიქრებ და მე დაარქვა ბიზუ. ბიზუ არის კოცნა. ხო, მაგრამ ბიზუ როგორც ანუ ეგრე არის წერილი. ეგრე არის. არა, ეგრე არის წერილი. დავწერეთ როგორც უბრალოდ როგორც გამოითქმის ისე. აი, იმიტომ რომ თან არის იცი ხშირად ოდა იუდა იმას ეგრე წაიკითხავდნენ ბიოზოუზო თუ რაღაცა სიტყვათნარია. მარტივია. გასწრებულია ესე როგორც წერბეს და ხო, კარგად დააფიქსირე ლუკა. ბუტონები. არა, ის მომწონს რა ქვია. ხო, სამაჯური მოცანა. კლინტი და ეს ხო, ეს არის უნიკალური სამაჯური რა, იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ ეს არწია რომ ადაპტირდეს და სხვადასხვა ისინი მოყვება შარფები და მეორეც ერთი
ოქროს ნაკეთობა ესე ძვირფას ნაჭრებში გვინდა და რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყო რა და ეს თვითონ აბრეშუმია? ეს აბრეშუმი არ არის, იმიტომ რომ აბრეშუმი ვერ შეიკურება, ძალიან სრიალაა და და მგონი აბრეშუმზე დაპრინტად ვერ ხდება. დაიწმება. ხო. აი ამ შემთხვევაშიც ბუნებრივი აბრეშუმი არ ვარ, ნაჭრებშიც ეგრეა ისა. როგორც აი თუნდაც გარეცხარო გინდა ნაჭრის ახლა შუაშია, მაგრამ მაინც ანუ ბუნებრივი და ნატურალური ქსოვილები მარტივად ზიანდება, ვიდრე რაღაც არ არის ნარევი, იმით უფრო შეგიძლია თამაში. და ხა ბუნებრივი იმაზე ვერც დაპრინტავდნენ თან. ნუ ამას ფრამი ამოუჭირო და მილაპარაკე. მეთხოვე, მეც გავიკეთო. შენც გაიკეთო, მეც აი მეც გაჩაინახე. ლუკა ძალიან ბედნიერია. იონა ფილმი გადავიღე დღეს. კარგი, დაგემშვიდობებით მართლა. ჩემი პირველი ვლოგი იყო, გრძელია, არაუშავს. დიდი მადლობა გოგო. ძალიან დიდი მადლობა შენ. ნატა მადლობა. ბეროს მადლობა. იმედია მოგეწონა და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. დაგემშვიდობებით, კარგად.